როგორია მედია გარემო წინასაარჩევნო და თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ჰოლდინგების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო მედიაში ვითარება მძიმეა, მათივე თქმით, პრობლემებია მედიაში ფინანსური კუთხითაც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტელეკომპანია მაესტროსა და რუსთავი ორში განვითარებული მოვლენები იყო. არის მცდელობა, ისევე როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე წინასაარჩევნოდ არის სერიოზული მცდელობა, რომ სხვა პოლიტიკურმა თუ ფინანსურმა წრეებმა მოახდინონ ზეგავლენა მედიაზე და მოაქციონ იგი კონტროლის ქვეშ. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ არა მხოლოდ საარჩევნო ციკლის დაწყებისაც, არამედ ზოგადად სახელმწიფოში იყოს პლურალისტური მედია გარემო. რა თქმა უნდა, ეს 10-10 უფრო მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. პლურალისტურ გარემოში გულისხმობთ იმასაც, რომ რაც შეიძლება მრავალმხრივი იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც იღებს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მომხმარებელი და მეორე მხრივ ის სრულად იყოს ინფორმირებული, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. ინიშნებიან დირექტორები პირდაპირ სამთავრობო მხარდაჭერით და ჩარევით. სასამართლო დროულად არ განიხილავს იმ ძირითად საკითხებს, რაც განსახილველია და დაკავებულია სხვა უმნიშვნელო საკითხების გარკვევით და ეს პროცესები ერთგვარად დამოკლეს מחვილივით კიდია ამ ორ ცენტრალურ არხზე, როდის მოწყდება და როდის დატრიალდება ცვლილებები და სირთულეები არის შექმნილი სპეციალურად ესეთი სიტუაცია. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რთული ვითარება მედიაში და არჩევნებისთვის მე ვფიქრობ, რომ უნდა მოწესრიგდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება ის პლურალისტური გარემო მედიაში, რაც საჭიროა არჩევნებისთვის.